14 მაისს ტყიბულში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებოდა. მინისტრი ჩემი ოჯახის კლინიკის მფლობელობაში არსებულ ტყიბულის სამედიცინო ცენტრს ესტუმრა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გიგა შუშანია და ჩემი ოჯახის კლინიკის გენერალური დირექტორი ეკატერინე შავგულიძე. ჭიაბერაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებთან ერთად ტყიბულის რაიონული საავადმყოფო დაათვალიერა და პაციენტებსა და მედპერსონალს გაესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სისტემაში ხარბეზების აღმოფხვრისა და მისი გამართულად მუშაობის მიზნით მედპერსონალის გადამზადების პროგრამა ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელში ტყიბულიდან დაიწყო. მინისტრმა მედდების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი პირადად გახსნა. მან ტყიბულის სამედიცინო ცენტრში შეკრებილ ექნებს მიმართა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მე ჩამოვედი ტყიბულში ჩემი ოჯახის კლინიკის საავადმყოფოში, რადგან ჩემი თვალით მენახა ის სასწავლო კურსი, რომელსაც თერჯოლისა და ტყიბულის ექთნები გადიან დღეს აქ ტყიბულის კლინიკაში. ჩვენთვის ექიმების და ექთნების კვალიფიკაცია არის ძალიან სერიოზული საზრუნავი, იმიტომ რომ გარანტირებული უნდა ვიყოთ, რომ ყველა ადამიანი, რომლებიც ახალ აშენებულ, ახალ გარემონტებულ საავადმყოფოებში შედიან, ისინი მიიღებენ ძალიან კვალიფიციურ მკურნალობას ექიმებისა და ექთნებისაგან. და დღეს ეს სასწავლო კურსი, რომელიც აქ დაიწყო, ბუნებრივია გრძელდება ჩემი ოჯახის კლინიკის მთელ ქსელში და ამავდროულად ანალოგიური მიდის სხვა ქსელებში. მე ზესტაფონში ვიყავი ერთი კვირის წინ და იქაც ჯეო ჰოსპიტალის ქსელში მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა მედპერსონალი, რომელიც ამ კლინიკებში მუშაობს, იყოს კვალიფიციური და მომზადებული პაციენტების სამკურნალოდ. ჯანდაცვის მინისტრი აგრძელებს ვიზიტს იმერეთის კლინიკებში, მიმდინარეობს რა თქმა უნდა გადამზადების პროგრამა, როგორც ექთნების, ასევე ექიმების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე რაც მთავარი არის, ჩვენ სახელმწიფომ დაიწყო უკვე სექტემბრიდან დაასვეს პენსიონერებს 0-დან 5 წლამდე ადამიანებს და დაიწყო ასევე მუშაობა სოციალურად დაუცველი ბაზაში მყოფი ადამიანების ქულების მინიჭების სისტემის გამარტივებისა და ასევე რაც მთავარია შემცირდა ერთი თვით კიდე ვადა თანხის გადარიცხვისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს პირველი ამოცანა ამ წუთში ჯანდაცვა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი და ჩვენ ყველანი ერთობლივად ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ. მედპერსონალისათვის სასწავლო კურსი ემორის უნივერსიტეტისა და პარტნიორების საერთაშორისო განვითარების პროგრამით ხორციელდება. საწყის ეტაპზე გადამზადების პროცესში ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელის მცირე ზომის 15 საწოლიანი კლინიკები ჩაერთვებიან. ერთთვიანი კურსის განმავლობაში მედდები დაეუფლებიან როგორც ზოგად საექთნო, ასევე სპეციალიზებულ კურსს გადაუდებელი მედიცინის, ქირურგიული, სამიანო და სხვა მიმართულებით. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ კურსს, ასევე კლინიკურ უნარჩვევების დაუფლებას. კურსი ითვალისწინებს ექთნის ასისტენტების კვალიფიკაციის ამაღლებასაც. დღეს თერჯოლის და ტყიბულის მედების გადამზადების პროგრამა დაიწყეთ ტყიბულში. ამ პროგრამის ფარგლებში ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელის ყველა მედდა და მედის დამხმარე გადამზადდება და ჩვენი მიზანია ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე, რომ ამ რგოლის მედპერსონალი იყოს მაღალკვალიფიციური ქსელში. ამიტომ ამ გადამზადების პროგრამას იქნება გაგრძელება, რომელსაც ასევე USA-თან ერთად ვამუშავებთ, რომ მათ განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ჰქონდეს მუდმივი სახე. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. პარტნიორობის საერთაშორისო განვითარებისთვის საექთნო პროგრამა იწყებს თანამშრომლობას ალდაგიბისიასთან 15 საწოლიანი კლინიკებისთვის ექთნების გადამზადების მიზნით. დღევანდელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ექთნის როლი. იგი ხდება გაცილებით უფრო მაღალკვალიფიციური კადრი და შესაბამისად ჩვენი მიზანია, რომ მოვამზადოთ ექთნები ახალი კლინიკებისთვის, რათა მათ უპასუხონ ამ ახალ გამოწვევებს. პირველ ეტაპზე გადამზადების პროცესში 300-მდე მედდა ჩაერთვება. მათ შორის არიან ტყიბულისა და თერჯოლის კლინიკების ექთნები, რომელთათვისაც სასწავლო კურსი ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში უკვე დღეს დაიწყო. ტყიბულის მედპერსონალის დანარჩენი ნაწილისათვის აღნიშნული პროგრამა ერთი თვის შემდეგ უკვე თერჯოლის კლინიკაში განხორციელდება. მონაწილეობას ტრენინგში მიიწერენ თერჯოლის და ტყიბულის საავადმყოფოს ექთნები. პირველი ეტაპი ჩატარდება ქალაქ ტყიბულში, ჩვენს კლინიკაში, მეორე ეტაპი თერჯოლაში. ტრანსპორტირება აბსოლუტურად თავის თავზე მედების ტრანსპორტირებას იღებს ჩემი ოჯახის კლინიკის ადმინისტრაცია
დაიწყო უკვე ტრენინგი, ფაქტობრივად ჩამოსულია 3 პედაგოგი. დღეს თეორიული ნაწილი დაიწყება, ხვალიდან უკვე პრაქტიკული ნაწილზე და თეორია და პრაქტიკა იქნება მონაცვლეობი. მივესალმები ამ ინიციატივას, ექნის კვალიფიკაცია და განათლება უპირველესი საზრუნავია ჯადოქრის სისტემის. ჩვენი მედლებიც ამას მიუდგნენ ძალიან დიდი ინიციატივით, სიხარულით. არ დარჩენილი არც ერთი რომ არ იყოს ჩართული ამ პროცესში. კურსის დასრულების შემდეგ იქნება ტრენინგის შემდეგ იქნება გამოცდები და შესაბამისად მიიღებენ ტრენინგის გავლის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. ტყიბულის რაიონული საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის განყოფილება მოინახულა და განყოფილების თანამშრომლებსა და მოქალაქეებს გაესაუბრა.